რას ედავებიან და რას ამბობენ 4 ოქტომბრის მოვლენების ორგანიზატორად მიჩნეული პირები. სასამართლო პროცესები დასკვნით ეტაპზე გადადის. პუბლიკა ვიდეოში თავს უყრის სხდომებიდან ყველაზე მნიშვნელოვანს. BBC მიერ პატარა სიურპრიზი ხდება ჩვენი დიდი სიურპრიზი. 4 ოქტომბრის საქმეზე ჯამში 64 პირია ბრალდებული. განხილვა სასამართლოში 5 ნაწილად მიმდინარეობს. ეგრეთ წოდებული 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო ჯგუფის 5 წევრს პროკურატურა ათონელის სასახლესთან განვითარებული მოვლენების ორგანიზატორობაში სდებს ბრალს. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას ასევე ედავებიან ნანა სანდერს. საქმეზე ბრალდებულია ირაკლი შაიშმელაშვილიც. მის მიერ გავრცელებულ მიმართვებს პროკურატურა სამართალდამცველების დემორალიზების მცდელობად აფასებს. რაც შეეხება მარიამ მეყანწიშვილს, მას ჯგუფური მოქმედების ორგანიზება ედება ბრალად. ირაკლი ნადირაძე, მურთაზ ზოდელავა, პაატა ბურჭულაძე, პაატა მანჯგალაძე, ლაშა ბერიძე. საქმეში მათ წინააღმდეგ წარმოდგენილია სატელევიზიო კომენტარები, ნაწილი მათგანის შემთხვევაში 4 ოქტომბერს სცენიდან მიმართვისა და სასახლის ეზოში გადასვლის კადრები. ჩვენ დღეს გვაქვს ისტორიული შანსი და ალბათ ბოლო შანსი რომ დავიბრუნოთ ჩვენი ქვეყანა. მამაკაცური ძალა მხოლოდ ვიკრიბებით იქ და ჩვენ ვიწყებთ მოძრაობას, რათა ქართველმა ხალხმა დაიწყოს საკუთარი სახელმწიფო ცენტრების დაბრუნება. კიდევ ერთხელ ვამბობ, არსებობს გეგმა, ნამდვილად არსებობს გეგმა და თქვენ ნახავთ, რომ ეს გეგმა არის მშვიდობიანი ხელისუფლების, მშვიდობიანად ცვლილების გეგმა. კი ბატონო, ერთი რამ დაგვრჩა მხოლოდ 4-ში გამოვიდეთ, რაც შეიძლება ბევრი. ეს დღე იქნება ქართველი ხალხის გამარჯვების დღე. ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ყველა მათგანი უარყოფს. მათი ადვოკატების თქმით, გამოძიებას საჯაროდ გავრცელებული მასალების გარდა სხვა რა მტკიცებულება წარმოდგენილი არ აქვს, რაც ძალადობის ორგანიზებას, შეკავშირებას და როლების განაწილებას დაადასტურებდა. ორგანიზებული ნიშნავს სწორედ ამას. საქართველოს პრეზიდენტის სასახლესთან გადანაცვლება მოხდა სწორედ მოწოდებების შემდეგ და სწორედ ორგანიზებული ჯგუფის ხელმძღვანელების მიერ მოწოდებული ძალადობრივი ქმედებები განხორციელდა და უკვე ასახვა მოხდა კონკრეტული ბრალდებულების მიერ და ამას ერთი კვირით ადრე შეთანხმდებიან ეს ადამიანები, რომ მოდი ახლა პრეზიდენტის სასახლის მიმდებარე ტერიტორია გადავწყვათ. თუ იმ დღეს მიიღებენ სპონტანურად ამ გადაწყვეტილებას, მერწმუნეთ კვალიფიკაციისთვის აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ გააჩნია. ანუ არანაირი კავშირი იმ ცალკეულ ძალადობრივ ქმედებებსა და მურთაზ ზოდელავის უცხოების განცხადებებთან შორის არ არსებობს და ამის მტკიცებულება არ არსებობს. აქცია სტატიკურად ერთ ადგილზე ძალიან იშვიათად არის ხოლმე, შეკრება უმეტეს შემთხვევაში გადაიზრდება ხოლმე მანიფესტაციაში, ხალხის მსვლელობაში და ზუსტად ამას ჰქონდა ადგილი ამ შემთხვევაშიც, ხოლო ის რომ იქ მომხდარ ცალკეულ რამდენიმე ძალადობრივ ქმედებას კავშირი ჰქონდა ამ მოწოდებასთან, ამის მტკიცებულება უნდა წარმოედგინა პროკურატურას. ჩვენ შევიკრიბებით ახლა და ჩავიბარეთ პრეზიდენტის სასახლის გასაღებს. უნებლიე ვორდინგი და გამოუცდელობა. ასე შეაფასა ერთ-ერთ პროცესზე მურთაზ ზოდელავამ ეს განცხადება და აღნიშნა, რომ მისთვის ბრალად წაყენებული სამი მუხლიდან 2 უსაფუძვლოა. ხოლო სტრატეგიული ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობაზე კი მისი თქმით კიდევ შეიძლება, რომ მსჯელობა გაიმართოს. ზოდელავამ ასევე თქვა, რომ ახალ ლოკაციაზე გადასვლის მიზანი აქციის არეალის გაფართოება და ვიზუალური ეფექტის შექმნა იყო. აქ ჩემი გამოუცდელობით მე პირველად ვიყავი აქციაზე, პირველად ვიყავი მიკროფონთან, მაგრამ ათონი ასეთი გამოცდილება ჩვენ ცხოვრების განმავლობაში და შესაძლოა იმგვარად მოწოდება ჩემი, რომ მარტა შეიძლება ობიექტურად აქ და დარბაზში მიმდინარეობის ყოველ დამსახურებაზე შეიძლება ყოველ ერთადერთი ტრანსპორტზე ანუ ამ შემოდის კრიტერიება რაც არის ეს. ეს არის ჩვეულებრივი სამიტინგო რიტორიკა, გასაღების ჩაბარება თავისთავად არ გულისხმობს არავითარ კრიმინალურ ქმედებას. სახელმწიფო ცენტრი, როგორც მის სიტყვაში იყო, ნახსენები, რომ ქართველი ხალხი იბრუნებს სახელმწიფო ცენტრს, აბსოლუტურად პოლიტიკური გამოხატვის ფარგლებში ჯდება, ვინაიდან საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით ხელისუფლების წყარო არის ხალხი, შესაბამისად ნებისმიერი სახელმწიფო ობიექტი იქნება ეს ფიზიკურად გამოხატული შენობა თუ იქნება ეს სახელმწიფო ფუნქცია ეკუთვნის ქართველ ხალხს. აქედან გამომდინარე, სასახლის გასაღების ჩაბარება ქართველი ხალხის მხრიდან ეს იყო პოლიტიკური სიტყვის ნაწილი. მან მამაკაცურ ძალაზეც ისაუბრა და აღნიშნა ისიც, რომ იმ დღეს დამტკიცდა, რომ ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოება არ იყო აკაცუკი.
როგორ მოხდა ეგრეთ წოდებული საორგანიზაციო კომიტეტის ვიდეოს გადაღება. პროცესზე დაკითხულმა პაატა ბურჭულაძემ თქვა, რომ შეიძლება ეს შეცდომაც კი იყო მისი მხრიდან, როდესაც თქვა, რომ ისინი ორგანიზატორები იყვნენ. დანარჩენი 4 ბრალდებულის თქმით, 4 ოქტომბრის აქციის საორგანიზაციო საქმიანობაშიც არ ყოფილან ჩართულნი. განაცხადეს ისიც, რომ ვიდეო მიმართვის შინაარსიც კი უცნობი იყო მათთვის. ბურჭულაძის თქმით, ვიდეოს გადაღება მისი იდეა იყო, წევრები კი შეირჩა იმის მიხედვით, თუ ვინ იყო იმ დროს ადგილზე. ამასთან პაატა ბურჭულაძემ თქვა ისიც, რომ წინასწარ არ იცოდა მურთაზ ზოდელავას მიმართვის შინაარსი. ეგრეთ წოდებული საორგანიზაციო კომიტეტის 5-ვე წევრის თქმით, 4 ოქტომბრამდე გაკეთებული განცხადებებით ისინი საზოგადოებას მხოლოდ მშვიდობიან აქციაში მონაწილეობისკენ მოუწოდებდნენ. დღეს პროკურორმა თქვა, რომ მშვიდობიანი და დამხობა ერთდროულად არ არსებობს. დამხობა თავის თავში მოიაზრებს მათ შორის ძალადობრივ ქმედებებს, ესე რას უპასუხებთ? დამხობა ხელისუფლების ამ შემთხვევაში მშვიდობიანი ფორმით, რასაც ხაზი ესმეოდა, საუბარი იყო ხელისუფლების ცვლილებაზე და როდესაც დავარქვა ხავერდოვანი რევოლუცია. ხო არის ხელისუფლების მშვიდობიანი დამხობა, ერთი ხელისუფლება იცვლება მეორე ხელისუფლებით, არა არჩევნების, არამედ სახალხო პროტესტის გზით და ამას დავარქმევთ ხავერდოვან რევოლუციას, მშვიდობიან დამხობას, თუ ხელისუფლების იძულებას დათმოს სადავეები, ერთი და იგივე შინაარსის მატარებელია. ვიცით რომ არ არის ადვილი გაიხადო ფორმა, გადახვიდე ხალხის მხარეს, როცა უბრალო მოქალაქეები მოგიწოდებენ ხოლმე. გამოეცალეთ მაგ ბოროს სისტემას და შეატოვეთ რუსული სახელი მათ. პროკურატურა ამტკიცებს, რომ ამგვარი განცხადებებით შაიშმელაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების დემორალიზებას ცდილობდა, რაც საბოლოო ჯამში მიმართული იყო კონსტიტუციური წყობილების ძალადობრივი შეცვლისკენ. წარმოდგენილია მხოლოდ 3 ვიდეო მტკიცებულება ბატონი ირაკლი შაიშმელაშვილის საჯარო მიმართვა, მისთვის მინიჭებული კონსტიტუციური უფლებამოსილების ფარგლებში ჩდება, მას ვედავებით ამ ადამიანს. იმას, რომ პოლიციელებს მოუწოდებს, რომ თქვენი ხალხის მხარეს დადეგით და ქვეყანას ემსახურეთ, ამას ვედავებით? ნანა სანდერის წინააღმდეგ პროკურატურას არაერთი Facebook პოსტი და ვიდეო მიმართვა აქვს საქმეში წარდგენილი. ბრალდების მხარე ამბობს, რომ სანდერი სოციალური ქსელის მეშვეობით აქტიურად აორგანიზებდა ძალადობრივ ჯგუფურ ქმედებებს. აგროვებდა ფულად სახსრებს და ასე შემდეგ. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ ნანა სანდერის მოქმედებებში დანაშაულებრივი და ძალადობრივი არაფერია. ვარ 4 ოქტომბერს რევოლუციის ერთ-ერთი ორგანიზატორი. ამ უმსხვერპლო გამარჯვების გეგმაზე შევთანხმდით. წმინდა ინტერესი არის ეხლა რასაც ჩვენ ვატარებთ, რომ მართლა არავინ არ დაზიანდეს, იქით მხარესაც რომ მსხვერპლი არ იყოს, იმიტომ რომ ჩვენს ქვეყანას ეს არ სჭირდება. FSB-მ შეგვისრულა ზუსტად, FSB-მ შეგვისრულა. ჩვენ თუ შევძლებთ და ხვალ მართლა დავორგანიზდებით, ეს იქნება ბოლო შანსი. იმიტომ რომ ამათ გაწირეს ადამიანები თავის Facebook-ზე რასაც წერდა, ამას მოჰყვა კონკრეტული შედეგისაც ვიხდეთ 4 ოქტომბერს. როდესაც პირი რასაც აცხადებს და დროის მოკლე ინტერვალში და იმის რეალიზება ხდება მოქმედებებში, ეს უკვე კავშირი არის. მოწმე არ არსებობს ისეთი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ნანა სანდერმა დააორგანიზდა ძალადობრივი ქმედება, არ არსებობს არც კომპიუტერული მონაცემი იმისა, რომ კავშირი ჰქონდა რომელიმე აქციის მონაწილესთან ნანა სანდერს, შეტყობინება იქნება ის ტელეფონის ზარი იქნება მოწოდებას, რომელიც დანაშაულებრივი ქმედების შემცველი არის. არ არსებობს საქმეში. პროკურატურის პოზიციით მეყანწიშვილმა 4 ოქტომბერს საღამოს საათებში ათონელის ქუჩაზე ყოფნისას მოქალაქეებს მოუწოდა, რომ შემდგომი მოქმედებების კოორდინირების, პოლიციის თანამშრომლების დაუმორჩილებლობისა და მათზე ძალადობის მიზნით შეკრებილიყვნენ თბილისში ერთ-ერთ ოფისში. ჩემთან რუსთაველის 21 ნომერში. ჯგუფები, ვისაც ბრძოლა შეუძლია, ვისაც ამათი შეუძლია გამოყვეს, დავგეგმოთ კოორდინაციაში ჩამოვიდეთ და პატრონი. აი ეს გავარდნა არ არის სწორი. მარია მეყაწიშვილს აქვს აბსოლუტურად განსხვავებული ბრალი, მას 226 მუხლით აქვს წარდგენილი ბრალი, რაც ნიშნავს იმას, რომ მას სჭირდება თავისი ჯგუფი და თავისი ჯგუფები, რომელსაც მოუწოდა ძალადობრივი ქმედებების განხორციელებისაკენ, მოქმედების განხორციელებისაკენ. ამ შემთხვევაში მარია მეყაწიშვილის მიმართ არც ერთი ადამიანი არ არის წარმოდგენილი მოცემული სიცხესამართლის საქმეში, რომელიც 20 ოქტომბერს 19:45 წუთზე, როცა ეს ვიდეო მასალა არის გადაღებული, რომელიც თითქოს მარია მეყაწიშვილმა მოუწოდა ამ ადამიანს, შემდგომ ეს ადამიანები წავიდნენ და ისევ პრეზიდენტის სახლის მიმართულებით გააგრძელებს. თბილისის სახალხო სასამართლოში საქმეების განხილვა ნელ-ნელა იწურება. ორგანიზატორად მიჩნეული პირების საქმეზე სასამართლო დაცვის მხარის დასმულ სიტყვებს ისმენს. თვალი ადევნეთ პუბლიკას განახლებისთვის.